ნიშანი აი ეს 320 გასწრება აკრძალულია. აუცილებლად უნდა იცოდეს ნებისმიერმა მძღოლმა. ახლა უყურე რა ხდება. მოდი ჩვენ ჯერ კანონით ჩავწეროთ, რომ ამ ნიშნის ზონაში ბატონ თემურ ჩაწერე. ამ ნიშნის მოქმედების ზონაში დაშვებულია გასწრება იმ ტრანსპორტისა, რომელიც მოძრაობს 30 კილომეტრზე დაბალი სიჩქარითო. ესე ამბობს კანონი. მაგალითად წინ მიდის ურემი ან BMW, Mercedes-ი, მაგრამ სპიდომეტრზე ატყობ შენ, რომ დაბალი სიჩქარით მიდის ვიღაცა ელაპარაკება, რა ვიცი, შეიძლება შეყვარებული ყავს, სიყვარულს უხსნის ან რაღაცა, ან ბანკის ვალებზე ელაპარაკება ცოლსა და ნელა მიდის გული უჭირავს ხელით, რა იცი რა ხდება და მთელი ამბები. ან კიდე 1000 რაღაცა მიზეზია და ეხლა უყურე, ჩვენთან რა ხდება? შენ რო ამ ნიშანზე ამ ტიპს უსწრებ, ეგერ დაგხვდა სადღაც იქ გუდაური შესასვლელში ვიღაცა ხალამპრე, ან ზესტაფონის შესასვლელში, ან თელავის, ან ახმეტის, რა ვიცი, საქართველოში რა შესასვლელებს და იმას რა. ის გეუბნება, ეხლა შენ რომ მანქანას გამოუსწარიო ძმაო, იქ რო ნიშანი გაქო. გასწრება აკრძალულია აი ეს ნიშანიო. ის ნიშანი იგანა ჩამოკიდებული გასაშრობად კი არაო. ოზურგეთში გეტყვია და ჩოხატაურში. ის ნიშანი კი არაა გასაშრობად ჩამოკიდებული, რეიზა გამოუსწარიო. შენ თუ არ იცი და დაუწყე რაღაცა და ესე იგი გიწერს ჯარიმას, მაგრამ თუ იცი, შენ უნდა უთხრა, რომ ამ ნიშნის ზონაში ჩემო კარგო, მე ვისაც გაუსწარი, ის ტიპი, ის ტრანსპორტი მოძრაობდა 30 კილომეტრზე დაბალი სიჩქარით. იმიტომ გაუსწარიო და ეს გეტყვის, რომ აქეთ იქით ამ ფერ და მოკლედ დაგიძახებს, რომ აი ყოფილა რაღაცა კილოგი და იძულებული გახდება, რომ არ დაგიწეროს დარღვევა, არ დაგიფიქსიროს, გამიგე. მიხვდება, რომ შენ რაღაც საქმეში ჩახედული ტიპი ხარ, კანონები იცე და აღარ დაგიწერს. თუ დააღებირი და ემკითხავე და რა მითხრა ერთმა, რომ მე და მამა ჩემი მოდიოდითო და გაგვაჩერაო ინსპექტორმა, ეს აისაო და მამა ჩემს უთა სადაურხავ რა აქაური ვარო, მე ოდუშელი ვარო და ჩვენი ზემონდი 50 ლარიანს დაგიწერო, ხა ჩვენებული ყოფილიყარა და 100-იანი უნდა დაეწერაო, არვიანიო და მე ვთხარი არც ის 50-იანი არ გქონდა შვიდო რაც დაუწერეს მე. გამიგე ხალხმა არ იცის ესა. ესე იგი, ამ ნიშნის მოქმედების ზონაში გასწრება დაშვებულია იმისი, რომელიც 30 კილომეტრზე დაბალი სიჩქარით მოდის, მოძრაობს, მოსულია, ხო? წავიდა.